ბათვანო, შოუ მთავარი იუმორისტული შოუ მთავარ არხზე ძირფასო მეგობრებო. დღევანდელ მონოლოგს ვიწყებ ოპოზიციის თემით. როგორც იცით, 2 დღის წინ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ ძალა ერთობაშია წარადგინა მაჟორიტარობის კანდიდატები. კანდიდატები წარმოგვიდგინა მაგალითად იყო ზალიკო უდუმაშვილი წამყვანი დახვეწილი მეტყველებით და მესამე ხარისხის დამწრობით. რა ვიცი, ზალიკო უფრო თეთრი ადამიანი მახსოვს მე და ნუ ესე თვალში მომხდა, მაგრამ ერთ-ერთ კანდიდატად წარადგინეს ჩემი მეგობარი კოლეგა ქალბატონი ნანუკა ჟორჟოლიანი, მინდა წარმატება და გამარჯვება უსურვო წყალტუბოში ხონი ვანი სამტრედია წყალტუბოში, უსურვო წარმატება ნანუკას. სხვათა შორის მეც შემომთავაზეს მაჟორიტარობა, მაგრამ უარი ვუთხარი, იმიტომ რომ მე პირდაპირ პრემიერ-მინისტრობის ამბიცია მაქვს და ამიტომ არ გამოდიოდა არანაირად, რატომაც არა ვერ ხვდები, ცუდად ჟღერს სტრატეგია ივანე ჯავახიშვილი. ძალიან ნორმალურად ჟღერს. ჩვეულებრივად მე შევიდე ქუჩაში გავიდე, ჩავეხუტო ჩემს ამომრჩეველს ჩვეულებრივად დავამარცხო დამსხვრეული ოცნების პარტიას ისიც. ეს ფრაზები მომწონს რაღაცას. რაც უფრო ძლიერდება ოპოზიცია, ძლიერდება გარკვეული ძალების აგრესია მათ წინააღმდეგ. მაგალითად, 2 დღის წინ ბოლნიში თავს დაესხნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და გაერთიანებული ოპოზიციის შტაბს. მოდით ვნახოთ ვიდეო, რეები დააწერეს კედელზე. ბოლნიში ქართული ოცნების აქტივისტები თავს დაესხნენ გაერთიანებული ოპოზიციის და ნაციონალური მოძრაობების საარჩევნო შტაბებს. თავდამსხმელებმა ჩამოხიეს პლაკატები, დააზიანეს სათვალთვალო ვიდეო კამერები და კედლებზე დაწერეს შეურაცხყოფელი სიტყვები. ვისი გაკეთებულია არ არის რთული გამოსაცნობი, მინდა გითხრა. აი მაგალითად ზორო აკეთებდა ხოლმე, აკეთებდა რაღაცას, ხო კედელზე ტოვებდა ხოლმე თავის სახელის პირველ ასოს, ანუ ზეს. აქაც იგივე ამბავია, უბრალოდ ამათ თავის სახელი მთლიანად დახატეს. ანუ დავქნა 100-ია, იმატებს პოლიტიკური ტემპერატურა, იმატებს ხუმრობების ტემპერატურას, ძვირფასო მეგობრებო, მომატებულ ტემპერატურას და წინა საარჩევნოდ გაჩაღებულ კოცონს ნავთი დაუმატა მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. სკაიპიდან დაამატა ეს ნავთი. მან განაცხადა, რომ ამ არჩევნებზე ან უმრავლესობას აიღებს ნაციონალური მოძრაობა, ან საქართველო დაიღუპებაო. ამავე ჩართვაში მან დანარჩენ დაბალ რეიტინგიან პარტიებს პარტიუკები უწოდა. პარტიუკები, ანუ პარტია არ არის მაღალ რეიტინგიანი, ხოლო დაბალ რეიტინგიანი არის პარტიუკი. მიხდით ხო რა შეიძლება, ანუ მაღალი არის პარტია ქვია და დაბალ რეიტინგოს ქვია პარტიუკი. და საერთოდ მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილმა რომ ჩაატარა ტრიუკი, იქიდან წარმოიშვა პარტიუკები. ივანიშვილის ეს პატარა პარტიები გამოდის პარტრიუკები, მე ესე დავარქ, პარტრიუკები მოდით. აი მაგალითად პატრიოტთა ალიანსი და ქართული მარში არის პარტრიუკები. აი როგორ ვამდიდრებთ ხო ხვდებით რა თანამედროვე პოლიტიკურ ლექსიკას, ხო? აი უკვე გაჩნდა ახალი ფრაზა, პარტრიუკი. იქეთ ბოკერიამ გააკრიტიკა მესამე პრეზიდენტი და განაცხადა, რომ მიშამ ვარდების რევოლუციის იდეას უღალატაო. მე მაინტერესებს, საიდან იცის ვარდების რევოლუცია და ვარდების რევოლუციის იდეა ამ ახალგაზრდა ახალბედა პოლიტიკოსმა ბატონმა გიგა ბოკერიამ. მიშა ხო წარსულია და ამ დამწყებმა და ნორჩმა პოლიტიკოსმა რამდენი რამ იცის ამ წარსულზე, მე გვიჟდები საერთოდ. საიდან იცის ვარდების რევოლუციაზე ბოკერიამ? ახალბედა კაცია, ახლა გამოჩნდა პოლიტიკაში. ძალიან დაძაბული მდგომარეობა. იმ დღეს ოპოზიციური პარტიების დებატებს უყურე ეკაკოესტაზის გადაცემაშიო და ისე ვითარდება მოვლენები, რომ წულუკიანი და ბიზნაკია და მიშას ან ბოკერია დაიჭეს, ან ვაშაძე გიორგი. ასე ვზნობ რაღაცა ისე მიდის. ოპოზიციაში გასაგებია როგორი სურათია. ახლა ვნახოთ, როგორ აწარმოებს წინა საარჩევნო კამპანიას ქართული ოცნება. ვნახოთ ოცნების საარჩევნო კლიპი, ძვირფასო მეგობრებო, ძალიან საინტერესო კლიპია. ქვეყნის წარმატება თავისით არ მოდის. მას ქმნის შრომა და უზარელი. ყველაზე რთულ ბრძოლაშიც კი. გამარჯვება შთაგვაგონებს და გვაჯერებს, რომ თურმე შეგვიძლია. ის მოდის მიზნით, რომ წარსულთან ერთად აწმყოთი და მომავლითაც ვიამაყოთ. წარმატება შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობით, როდესაც ერთის წარმატება წინ წევს მთელს ქვეყანას და ქვეყნის წარმატება კი აძლიერებს თითოეულს. ერთად საქართველოს წარმატებისთვის. ამ კლიპმა ბოლომდე რომ იმუშაოს, ამისთვის წესით ოცნება უნდა იყიდოს მილიონობით ტელევიზორი, მოსახლეობის ყველა ფანჯარა პეტლებიდან უნდა მოხსნას და ეს ტელევიზორები უნდა ჩააყენოს. სადაც ეს კლიპი იტრიალებს 31 ოქტომბრამდე. აბა სხვანაირად ადამიანმა თუ ფანჯრიდან გადაიხედა და რეალობა დაინახა. ჩათვალეთ რომ ამ კლიპის ფასი არის 0. ტყუილადაა, ფულია გადაყრილი ტყუილად.
ვერ იმუშავებს ვერანაირად. ესე იგი, რა ხდება? კლიპში გვაჩვენეს მე-6 საუკუნის ჯვრის მონასტერი, მე-12 საუკუნის გელათის მონასტერი და მე-17 საუკუნის დადიანების სასახლე. ნუ ძირითადად ის ნაგებობები, რაც ოცნების ხელისუფლების დროს დავათვალიერეთ. ქართული ოცნების კლიპში ძალიან ბევრჯერ მოუხდა ყურში სიტყვა წარმატება. წარმატება, მაგალითად ოცნების ერთ-ერთ წარმატებაში გელათი ისია ჩასმული, რომ გეგონება დავით აღმაშენებელმა ფეხი დამადგით გულზე დამადგითო, ქოცებს დაუბარა ანდერძად. ანუ ისე არის ეს გელათის წარმატებად მიჩნეული თავისთვის. საარჩევნო კლიპში ხომ ეკლესიებს გვაჩვენებენ და ოცნების წინა საარჩევნო პრეზენტაციებსა და ივენთებზე პირდაპირ მეუფეები ესწრებიან და გამოხატავენ მხარდაჭერას. რატომ ესწრებიან მეუფეები უჩნდება ხალხს კითხვა? პასუხი ძალიან მარტივია, ძვირფასო მეგობრებო, ბრელს უნდა უკადაგონ ისეთი ნომერი შემოხაზონ, რომ ოცნება იყოს უკუნეთი უკუნესამდე. რა გაგიკვირდათ? მე არ მესმის. თანამედროვე მეუფეს მარტო იმაზე ზრუნვა კი არ მოეთხოვება, შენი სული სად მოხდება? იმაზეც უნდა იზრუნოს პარლამენტში ვინ მოხდება. მიხვდით? მოკლედ, ოცნება ყველა რესურსს და ხერხს იყენებს ხალხის გულების მოსაგებად, როგორც 2018-ში პლაკატებზე სალომეს ნაცვლად ბიძინა შემოგთავაზეს, ახლაც მთელი ოცნების სახეების ნაცვლად ბიძინას პლაკატები შემოგთავაზეს, ძვირფასო მეგობრებო, კარგი იქნება პლაკატზე თუ ექნება გამოსახული ბიძინა და ზღვა. ოღონდ ეს ზღვა იქნება ბიძინას ცრემლებით ავსებული. იმიტომ რომ წინა საარჩევნოდ ხო უნდა იტიროს ველოდებით, ახლა როდის გამოდის, როდის იტირებს, იმიტომ მოლოდინში ვართ, რომ როგორი ფორმით იტირებს, მაინტერესებს. ისე რატო წვალობთ ამ პლაკატების მოხსნით და დამაგრებით, კაცო, დაკიდეთ და იყოს სულ ბიძინას პლაკატები, ყველგან ბიძინა იყოს, ერთი კაცის ქვეყანაა მაინც და რატო ხსნით ან ამაგრებთ, მოხსნით, ჩამოხსნით, მე დაამაგრებ. ცალკე ხარჯია, კაცო, უფრო დიდი პლაკატები გააკეთეთ და გამოფინეთ. მაგალითად, მარტო ქუჩები არა, მატარებლები მოხატეთ ბიძინას სახით. სამთავრობო ტელევიზიაზე ლოგოს ნაცვლად ბიძინა ჩავსვათ შეუძლები ვარ. სხვაგან თუ მზე ამოდის, ჩვენთან ბიძინა ამოვიდეს, რადგან ბიძინა მზეა, სითბო, სიყვარული, ყველაფერი ბიძინაა. ჩემშიც ბიძინაა, თქვენშიც ბიძინაა, ყველგან ბიძინაა. ბიძინა ხელმწიფეა, მისი ხელი მწიფეა. მისი ცხოვრება ლამაზია, ყველაფერში ბიძინაა. როგორ იცის ხოლმე ჩათრევა რა, ეხლა მესმის ნაცვლიშვილის, აი ძალიან მძიმედ არის, ის ბოლომდია ჩათრეული და მე აი ცოტა გამოვედი მაგ მდგომარეობიდან. სხვათა შორის ბატონ ბიძინაზე ახალი სიახლე გავცერდა, ის რაც ვერ მოახერხა საქართველოში, გააკეთა ურუგვაიში. ხო გახსოვთ, მარიხუანას წარმოების ლეგალიზაცია რომ უნდოდა და არ გამოვიდა. ურუგვაიში მოაშენა პლანტაციები, ამბობენ ჟურნალისტები, ნოდარმა გვითხრა. და იწყებს ნოდარი გვითხრა წინაშება. იქ იწყებს წარმოებასო, ისე აი წარმოიდგინეთ ძვირფასო მეგობრებო, ამ პანდემიის პირობებში ვინმე ურუგვაელი ტურისტი თუ არის ჩარჩენილი საქართველოში. აი რანაირად როგორ უკვირს. ამ ურუგვაელი ნარკომანის ბარონის პლაკატები რატომ არის საქართველოში გამოკრული, რო ფიქრობს? რო უყურებს, აი ურუგვაიდან არის ჩამოსული და რა უნდა ამ კაცს. რო ვერ ხდება. საინტერესო რეაქცია შეიძლება იყოს. ოცნების წევრებიც წინა საარჩევნოდ ყველაფერს აკეთებენ და ყველაფერს ლაპარაკობენ ხელისუფლების შესანარჩუნებლად. მაგალითად, გიორგი გახარიამ ასეთი განცხადება გააკეთა, ეს განცხადება მინდა გაჩვენოთ. ძვირფასო მეგობრებო, რომ არ იფიქროთ, რომ რაღაცა მე მოვიგონე. მაგალითად, ნახოთ. საჩხერე არის მოდელი, როგორი საქართველო გვინდა. რა თქვა, რომ ისე უნდა მოვაწყოთ ქვეყანა, როგორც საჩხერეო, ძვირფასო მეგობრებო. არ ვიცი რა იგულისხმა. ალბათ დასავლეთ საქართველო იქნება ბაზარი და აღმოსავლეთ საქართველო მაქთის ოფისი. აბა სხვა საჩხერეში არაფერი არ არის ესეთი. ხალხო, ხომ კარგად გაიაზრეთ, რა თქვა. სინგაპურის და ბარსელონას ან სხვა ქალაქების მოდელი კი არა. საჩხერის მოდელი არის თავარი. მაგას საჩხერის მოდელს გვთავაზობს. მე მგონი ამათ არჩევნები თუ მოიგეს, გოლოდომორი აქვს ჩაფიქრებული, ძვირფასო მეგობრებო, რაღაცა ეგეთი, არ ვიცი. ისე ბატონო გიორგი საჩხერის მოდელს ხომ არ ჯობია იგოეთის მოდელი. მე მაგალითად ძალიან მომწონს, აი იგოეთის მოდელი ძალიან კარგია. აი სოფლიოსთვის თითქოს არსებობდა, თითქოს არც. აი თითქოს არც არსებობდა. თუ ვინმე გამოვივლეს ამ ქვეყანაში, ხურდას გიყრის. ხალხი კი მაგნიტიანი ჯოხით კრებს მერე ამ ხურდას. აი ეს მოდელის განვიხილოთ, ძალიან კარგი იქნება. პრემიერ-მინისტრს არ ჩამორჩა ბატონი გიავოლსკი. გიავოლსკიმ უფრო ბიძინა ივანიშვილის საამებელი განცხადება გააკეთა, საკმაოდ ორიგინალური ფორმით. მოდით ნახოთ ეს განცხადებაც.
ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვინც შევხტებით სკამზე და ბიძინა ივანიშვილის სადღეგრძელოს დავლევთ. აჰა, ესე იგი ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვინც სკამზე შევხტებით ბიძინას სადღეგრძელოსთვისო. მართალია, მუხლებიდან პირდაპირ სკამზე შეხტომა ძალიან რთულია, მინდა გითხრათ. თანაგუნდელებს ორიგინალური ფრაზების ჩემპიონატში ტოლი არ დაუდო ირაკლი კობახიძემ. ირაკლიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში კრიმინალი არ გაზრდილა, კრიმინალი მარტო ტელევიზორებშია გაზრდილიო. ამას ამბობს კაცი, რომლის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის სახლი გაქურდეს ორჯერ. ქვეყნის მეორე პირის სახლი არის ორჯერ გაქურდული ამ ქვეყანაში, ძვირფასო მეგობრებო. ძველი სახეების გარდა ამ კვირაში მოგვეცა საშუალება გავცნობოდით ქართული ოცნების ახალ სახეებს, დიახ, ახალი სახეები, ახალი კანდიდატები, ვნახოთ რეალურად ვისზე დგას ქართული ოცნება და არჩევნებზე გამარჯვების შანსები ვისია. მინდა გაგაცნოთ ქართული ოცნების ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატი. ძალიან საინტერესოდ მეტყველებს, ძვირფასო მეგობრებო, მოდით ვნახოთ ეს ვიდეო. გამოვიყენებ ჩემს გამოცდილებას, რომ გაგრძელდეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა. გავაგრძელოთ ამ კუთხეზე ზრუნვა. მზად ვარ თქვენთან ერთად შრომისთვის და პატივისცემისთვის. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. პატივისცემისთვის რა? მზად ვარ პატივისცემისთვის. ეგეც ფრაზა. ქართული ოცნების სლოგანი ხო გახსოვთ? ერთად წარმატებისთვის. ანუ ქვეყანა ვინც წარმატების გზაზე უნდა დააყენოს, ერთ-ერთი არის ეს კაცი. ოღონდ ჯერ ამბანი აქვს სასწაულით. პატივისცემლო ბატონო დეპუტატობის კანდიდატო, კითხვითაც თუ ვერ კითხულობთ მაგ დაწერილს, ხო, რა დროს შენი პოლიტიკა აკეთო? ჯობია ონლაინ გაკვეთილებს ჩაუჯდე ხოლმე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ბავშვების ხედან ჩვეულებრივ სწავლობენ, განათლებას იღებენ. მონოლოგის ბოლოს ლარს შევეხები, მიზეზი იგივე, თავიდან რომ მეთქვა რამე ლარზე, რაღა გაგაცინებდათ მერე. ლარი აგზელებს გაუფასურებას და ყოველ დღე ხსნის ანტირეკორდებს. მოკლედ, ლარის კურსი ისეთ მდგომარეობაშია, რომ გონი დროა ინფიცირებულების რაოდენობა გამოაცხადოს ნათია თურნავამ და ლარის კურსის მდგომარეობა მარინა ეზუგბაია. გაცილებით საშიში მდგომარეობაა ეკონომიკაში, ძვირფასო მეგობრებო, ვიდრე კორონას გავრცელებაში. ასე თუ გაგრძელდა, ლარი შეიძლება სადმე თვითიზოლაციაში გადაიყვანონ, რომ სხვა ვალუტებს არ გადასდოს რამე. მიხვდით რა შეასაქმე? ძალიან უცნაურია, ძალიან, მაგრამ ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებში, იფსოსის კვლევებში ამომრჩევლის 1% თვლის, რომ ლარის კურსი გაუმჯობესებულია. აი რა უნდა ვთქვა ამ დროს მე არ ვიცი. აი როგორ გაუმჯობესდა ლარის კურსი ხალხო, აი დანაირად როგორ? ეს 1% არის უიმედო ხალხი. ძვირფასო მე ასე მგონია, აი გონებაზე და თვალებზე ბინდიკი არა, პირდაპირ გიფსოკარდონი აქვს გადაკრული, ოღონდ წყალგამძლე. ასევე კვლევების მიხედვით ირკვევა, რომ განათლების დონით ჩვენი ქვეყანა რეგიონში არის ბოლო ადგილზე. წარმოგიდგენიათ, პრინციპში, რა გვიყვით, როგორი მთავრობაც ყავს, განათლებაც ისეთი გვაქვს ქვეყანაში. მოკლედ, როგორ დღეშია ეკონომიკა, როგორ დღეშია განათლება ხალხო, გონს მოეგეთ, გამოუფხიზლდეთ, თორე ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება 10-15 წლის შემდეგ აქციაზე ახალი თაობა ვიხილოთ ტრანსპარანტებით. ბიხინა შადი, ბიხინა შადი, 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 შადი. დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკალურ აპლოდისმენტებში. სამუნა ლეკვეიშვილს ხელმძღვანელობს.